ნანობს თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება რაიმეს თქვენთან დაკავშირებით ამ ურთიერთობაში. მიხვდებით, რომ ცოტა რთული ურთიერთობებს ეხება. იფიქრეთ თქვენს ადამიანზე და საკუთარ თავზე კონცენტრირდით. მე ავჩეხავ. ნანობს თუ არა, აბა იფიქრეთ მასზე. აქვს თუ არა ამ ადამიანს სინანულის განცდები. ვიტყოდი, რომ რაღაც მომენტში ნანობს და ფიქრობს, რომ დაკარგად, ან ფიქრობს, რომ წავიდა ურთიერთობიდან შეიძლება თავად გაუშვით, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ უკან დასაბრუნებელ გზებზე ეფიქრება ამ ადამიანს. აი, როგორც იცი, ემოციები გამქრალი არ არის მისგან, სასიყვარულო გრძნობები ისევე არის კვლავ მასში, უბრალოდ ცოტა განაწყენებულ პოზიციაშია, ან თქვენზე შეიძლება აქეთ არის იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი, რომ რაღაცა ისე მოექეცით, რომ ეს ადამიანი ძლებული იყო, რომ წასულიყო, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ აქ ყველაფერი დასრულებული არ არის, უკან მობრუნდება, უკან იყურება, გზაზე იყურება. რო ვთქვათ, რომ ეხლა ძალიან თავის თავს ადანაშაულებს მომხდარ სიტუაციაში, ნაკლებად. არ აქვს მაგ სინანულის განცდები, მთლად მასე ღრმათაც არ არის შესული ეს ადამიანი. აი, ნაწილობრივ გული წყდება, რომ ეს მოხდა, გული წყდება, რომ ერთად აღარ ხართ, შეიძლება ან პაუზა რომ არის, მაგრამ ის რომ ეხლა ეს თავს იკლავდეს სინანულით არა. ნახოთ, რას იზავს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. მოვა კვლავ, გაძლევს თავის თავს და თავის ეგოიზმს და მოვა. ნახოთ. რა დღეშია ეს ადამიანი ესე იგი. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ კი, გამოჩენით, კვლავ გამოჩნდება ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ეს ადამიანი წასვლას არ აპირებს საბოლოო ჯამში და ეხლა ცოტა იქნება მერტეობები, მოვიდე, არ მოვიდე, გამოვიდე, არ გამოვიდე, გააქვნა, როგორ ქნა, მაგრამ მიჯაჭვულობა აქ შეიძლება თავადაც მიჯაჭვული ხართ მასზე, ან ისე იქცევა, რომ გასვლის საშუალებას არ გაძლევთ ბოლომდე ამ ურთიერთობიდან, манипуляციები ძალიან ბევრი წამოვა ამ ადამიანის მხრიდან, ესე პირდაპირ თუ ფარული მოქმედებები ექნება, შეიძლება ის ექნას, რომ თავად აქეთეთ სადოს თქვენს კონტაქტზე გაყვანას, ნუ ყოველ შემთხვევაში მის მხრიდან მოქმედებები იქნება, დანებებას ეს პიროვნება პირდაპირ რომ არ აპირებს, საკმაოდ ეგოისტია, საკმაოდ ჯიუტია, მიმწოლია, რასაც მე ვიტყვი, ის მინდა რომ იყოს და მინდა რომ ყველამ ჩემს გარშემო იტრიალოს საქმე მაგაშია, რომ მას ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან უყვარს და თქვენ რო ყურადღებას არიჩენთ, ან თუ იგნორში ყავთ, ეს მისთვის ცოტა მის ეგოს ძალიან უტყავს და მის ბუნებისთვის ძალიან ძიმე ასატანია. გამოჩნდება, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით. არ მგონია ეს ადამიანი პატიოსანი ხრიკებით და მოქმედებებით იყოს, აქ ძალიან ბევრი ტყუილი და ფარული მოქმედება ეშმაკობები ჩანს, ასე რომ გაფრთხილდით ამ ადამიანის მოსვლასთან დაკავშირებით, გისურვებთ ჰარმონიას და სიმშვიდეს სიყვარულში.